პროგრესი, ევოლუცია, ახალი ტექნოლოგიები, რომლის გარეშე უკვე წარმოუდგენელია ჩვენი ყოველდღიურობა. რა სიახლეს გვთავაზობენ მსოფლიოში აღიარებული ციფრული ტექნიკის წარმოებელი ფირმები. ყველაზე უახლესი ინფორმაცია და ცნობილი ბრენდების უცნობი ისტორიები. შენი ყოველდღიური მეგზური უხილავ ციფრულ სამყაროში. გადაცემა ტერაბაიტი. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. რადიო იმედზე. გამარჯობა, პირდაპირ ეთერშია გადაცემა ტერაბაიტი, ჟურნალისტი ზაზა ჭიტანავა გახლავართ. დღეს ჩვენი თემა ის კომპიუტერული ფესტივალი, რომელიც თბილისში 14 ივნისიდან 1 კვირის განმავლობაში უნდა გამართულიყო, თუმცა ცნობილი მოვლენების გამო სამწუხაროდ იგი მხოლოდ ერთ დღეში, ასე ექსპრომტად გადაწყვეტეს ორგანიზატორებმა და შემჩიტროებულ ვადებში ჩაატარეს. წარმოადგენ პირველ რიგში ჩემს სტუმარს ნიკოლოზ გოგოჭურს, რომელიც ამ ფესტივალის ორგანიზატორია, ICG თბილისი ჯგუფის წარმომადგენელი, ერთ-ერთი თანაორგანიზატორია. ნიკოლოზ, მადლობა მოგზაურობისთვის და ვისარგებლებ შემთხვევით ჩემის ხრივ მინდა მამწუხარება გამოვთქვა ამ სტიქიური უბედურებების შედეგად ადამიანთა დაღუპვის გამო და ზოგადად თანაუგრძნო მათი ოჯახის წევრებს. გიერთდებით კი. ნამდვილად. სამწუხარო ფაქტია და სწორედ ამ სტიქიურმა მოვლენამ, რომელიც ყველა შეგვძრა, ყველა შეგვაწუხა. გამოიწვია ის, რომ ის ღონისძიება, რომელიც ცლად უნდა გამართულიყო და ფართომასშტაბიანი, ძალიან გრანდიოზული გეგმებით უნდა ყოფილიყო, სამწუხაროდ ერთ დღეში ჩაატიეთ. ასე ჩატარდა. სანამ ამ თემაზე გადავალთ, ერთი მთავარი სიახლე მოგეხსენებათ, არსებობს მოხალისეთათვის გარკვეული სალოკაციო საორგანიზაციო ჯგუფი Facebook-ში. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მათ ავტორებს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, უღრმესი მადლობა ყველა ახალგაზრდას და ყველა ადამიანს. იოტის ოდენაწვლილი, ვინც კი შეიტანა ქალაქის გასუფთავებაში, რომელიც ჯერ არც არის ახლოს დასრულებასთან სამწუხაროდ. ეს Facebook ჯგუფი, რომელიც სპეციალურად ამისთვის შეიქმნა, როგორც გაირკვა, დღეს დილით წაიშალა, ასევე წაიშალა იმ ადამიანთა Facebook პროფილები, ვინც არიან მისი შემქმნელები, ადმინისტრატორები და ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს გადავამოწმოთ ეს ფაქტი ლაშა გოგუასთან, რომელიც ორგანიზატორია ერთ-ერთი Facebook-ში მოხალისეთა ჯგუფის გვერდის შექმნისა. ლაშა, გამარჯობა. პირდაპირ ლაშა, მოგვაწოდე ინფორმაცია, მე როგორც ვიცი, დილით ბოლო სიახლე დადებით, რომ ცხოველებთან დაკავშირებული საფრთხის გამო, რომელიც ჯერ როგორც ჩანს არ ამოწურულა, ყოველ შემთხვევაში საბოლოო დასტური არ გვაქვს ამაზე შესაბამისი სამსახურების მხრიდან, ხიფათის გამო თქვენ დილით მოუწოდეთ, რომ თავი აერიდებინათ ჯერჯერობით ორგანიზებულად მოსვლისთვის და სამუშაოების ჩატარებისთვის და ამის შემდეგ უკვე გაქრა Facebook-იდან ეს ყველაფერი. როგორ იყო მოგვიყვები? ბოლო პოსტი იყო, ესე იგი, ანუ გუშინ გრიან ღამით და დღეს დილით ორჯერ მოუწოდეთ მოხალისეებს, რომ თავი შეგვიყვებინა დღეს სამუშაოების ჩატარებიდან, იმიტომ რომ დადასტურებული ინფორმაცია არ გქონდა ცხოველების შესახებ, ანუ რაღაც 0.001% მაინც არსებობს, რომ ის ვებხვით ვაფთარი სადღაც დარბოდეს და ამიტომ რისკი ოდნავ მაინც თუ არსებობს, რომ ვიღაც შეიძლება დაზიანდეს, ამიტომ ჩვენ ეს რისკი რა თქმა უნდა არ გვიგეს არავის ჩამთელობის ფასად და სისხლის ფასად და მithumet ამიტომ უთხარით რომ მოხალისეებს თავი შეეკავებინათ. არის მეორე თემაც, რომ 5 დღე გასული და დაავადების კერის საშიშროებაც არის იმ კონკრეტულ ზონებში, რაც არის ჩამთელობის სამინისტროსთან მიღებული ინფორმაცია და ეს საკმაოდ დიდი რისკია. ამიტომ სანამ ეს თემები გაირკვევა და დაალაგდებოდა, ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება უკვე. მოუწოდეთ მოსახლეობას და კერძოდ მოხალისეებს, რომელიც 21,000 იყო იმ მომენტისთვის, რომ თავი შეეკავებინათ დღევანდელი სამუშაოებებზე. ამის შემდეგ ორგანიზატორები, ადმინისტრატორები პეიჯის, ვინც ვიყავით ყველას აკაუნთი გაუქმდა, ამის შემდეგ არა, რომ სადაც 12 საათისთვის. ანუ 11-ისთვის იყო თუ არ ვცდები ეს ბოლო პოსტი თქვენი და დაახლოებით ნახევარ საათში 40 წუთში უკვე თქვენი პროფილებიც გაქრა, ხო? Facebook-იდან. კი, ჩვენი პროფილებიც გაქრა და 4 პროფილიდან 2-ის აღდგენა მოხდა, 2-ის ვერა. შესაბამისად გაუქმდა ის 21,000 კაციანი ჯგუფიც, რომელიც მოხალისეების ასე ვთქვათ მოძრაობას და დასაქმებას კოორდინაციას უკეთებდა. ეს ყველაფერი გავს კიბერშეტევას და არა უბრალო რაღაც მარტივ ვირუსს, ხო? ალბათ. იცი რა, მე ამ თემაში კიბერშეტევებში და რაღაცებში პროფესიონალი არა ვარ, საქმეს ვერ დავარქვე, მაგრამ ფაქტი ეს არის. ანუ რო ორგანიზებულად ფაქტი ხო ორგანიზებულად მოხდა, არ გამქრალა იქ ერთი ადმინისტრატორის აკაუნთი გაქრა 4 ადმინისტრატორის, ვინც ამ თემას გულიდებს. დამთხვა ნამდვილად არ არის. სამწუხაროდ, თუმცა გაუგებარია ვის ინტერესებში უნდა ყოფილიყო. ხო, არა, იდეაში აქ ძალიან ესეთი ცალსახა მიზანი ქონდა ამ ყველაფერს, რომ საქმე გაკეთებულიყო და ვერ ვფიქრობ, ვის შეიძლება ვის ინტერესებში არ ემთხვეოდეს ეს ყველაფერი, ანუ ვერ ხდები და სიმართლე გითხრათ. ამიტომ ვერაფერს ვერ ვამბობ და
რაღაც ეგეთი რაც მოხდა. იმედია ეს ყველაფერი გაირკვევა და კომუნიკაციაც იმედია დროთა განმავლობაში დაალაგდება და აეწყობა მოხალისეებთან, რომელთა ძალისხმევა არ უნდა ჩაცხრეს პირიქით კიდევ უფრო მეტია საჭირო. ჯგუფი როდის აღდგება ლაშა? მე გავიმეორებ იმას, რომ მოუწოდოთ მოხალისეებს, რომ დღეს თავი შეიკავონ ამ ლოკაციებზე. სანამ არ იქნება თქვა შესაბამისი სტრუქტურებიდან შესაბამისი დირექტივები. აი ნიკოლოზმა იკითხა და მე ძალიან მაინტერესებს, როგორც უკვე აღნიშნე, ალბათ ეს 21000 კაციანი ჯგუფის აღდგენა Facebook-ში ვერ მოხერხდება, მაგრამ ალბათ ახალს გახსნით, ხო? იცი რა, არ ვიცი, ჯერჯერობით ახალს გახსნით თუ არა, მე მგონი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ რეალურად რაც გასაკეთებელი იყო, უკვე გაკეთებულია. მოხალისეებმა, მოსახლეობამ უკვე ეს თემა თვითონ დაალაგეს და ხალხი თვითონ აკეთებს ამ ყველაფერს. ამას დამატებით ეხლა კიდე ძალისხმევა მე მგონი არ ჭირდება და აზრიც არ აქვს ამიტომ. თუ აღდგენა მოხერხდა, აღდგება, მაგრამ მე მეჭვება რომ მოკლევა და შემოხერხდა. დიდ მადლობას მოგახსენებთ. ნახვამდის ლაშა გოგუა იყო პირდაპირ ეთერში, გადაცემა ტერაბაიტის ფარგლებში, ჩვენ მას გავისაუბროთ პირდაპირ ეთერში, იმიტომ რომ გაირკვა რომ Facebook-ში გახსნილი 21000 კაციანი ჯგუფი, რომლის მიხედვითაც მოხალისეები მიმართულებებს იღებდნენ თუ საით წასულიყვნენ და საჯობდა მათი ძალისხმევა მიმართულიყო, გაუქმდა ასევე იმ 4 ადამიანის პროფილი Facebook-ში, რომლებიც იყვნენ ამ ჯგუფის ადმინები. ძალიან სამწუხარო ფაქტია, იმედია ეს ყველაფერი გაირკვევა. მოკლედ 4 წუთი შეება გადაცემის პირველი ნაწილის დასასრულამდე და ამიტომ მოკლედ გითხარი რა იყო მიზანი და საბოლოოდ როგორ ჩატარდა და გადაცემის მეორე ნაწილში უკვე თემა განვავრცოთ. დავიწყოთ იქიდან რომ ძალიან დიდი მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის, ინფორმაციის გაზიარებისთვის, აქ დაძახებისთვის, აი ახლა აი ამ ჩართვისთვის, იმიტომ რომ აი ეს ყოველი ესეთი ჩართვა და ყოველი ინფორმაციის გაზიარება მნიშვნელოვანი არის აი ამ ყველა საქმეებისთვის რეალურად, ხო? ჩვენი ხედვა არის რომ ჩვენ ვართ ყველა ერთი მოძრაობა, მიუხედავად იმისა, ვინ რას ვაკეთებთ ამ კონკრეტულ მომენტში, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ყველა ვაკეთებთ ერთ და იგივე საქმეს. და თბილისი ერთია, როგორც აი იმ საორგანიზაციო ჯგუფში იწერება. რაც შეეხება ფესტივალის მიზანი იყო ძალიან მარტივი. პოპულარიზაცია კომპიუტერული გრაფიკის, განვითარება ჩვენი სფეროსი და შესაბამისად განვითარება იმ სფეროების, რომელიც დამოკიდებულია კომპიუტერულ გრაფიკაზე. ეს შეეხება კინოინდუსტრიას, რეკლამას, ანიმაციის ინდუსტრიას და ასე შემდეგ, არქიტექტურას და ძალიან ბევრ ინდუსტრიას კიდევ. ეს იყო პირველი მასშტაბური ფესტივალი ამიერკავკასიის რეგიონში, მთლიანად კავკასიის რეგიონში, ასეთი ღონისძიება ჯერ არ ჩატარებულა და ეს ტარდებოდა პირველად კავკასიის რეგიონალური მასშტაბით და ჩვენ ესეთი გეგმები გქონდა, რომ ეს იქნებოდა პირველი ღონისძიება კავკასიის რეგიონში და მერე კიდევ უფრო გაფართოვდებოდა და რაღაცნაირად გაიდგავდა ფესვებს. საბოლოოდ ისაც ერთი კვირა უნდა გაგრძელებულიყო, შეკუმშეთ და გუშინ ერთ დღეში ჩაატარეთ. მოკლედ გითხარით რა ფორმატი, რა სახე მიიღო ამ ფორმატს? ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ფორს-მაჟორულ რეჟიმში წავიდა და ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ, სწრაფი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ თავიდან რომ გადაგვედო 3 დღით. რაღაცა ასე ვთქვათ პაუზა აგვეღო რაღაცნაირად ჩვენ რაღაც გეგმა დაგვესახა და ბოლოს გუშინ წინ უკვე ჩვენთვის ნათელი იყო აბსოლუტურად, რომ აქ არავითარ ფესტივალზე საუბარი არ არის, უბრალოდ ერთადერთი რაც ჩვენ გვაკავებდა იყო ის, რომ უპრეცედენტოდ ბევრი უცხოელი სტუმარი იყო ჩამოსული ჩვენთან მოხსენებების გასაკეთებლად ხვდებით და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თვითონ სფეროსთვის და აი უბრალოდ ეს გვაკავებდა ჩვენ, რომ ეს მოხსენებლები ჩამოსულები იყვნენ იმისთვის, უკვე თბილისში იყვნენ და ისინი ჩამოსულები იყვნენ იმისთვის, რომ გაეზიარებინათ კონკრეტული ცოდნა ჩვენი ფესტივალის მონაწილეებისთვის. და აი უბრალოდ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ რაღაცნაირად მოვახერხოთ ერთ დღეში ჩავატიოთ მარტო ამათი გამოსვლები ამ უცხოელი სტუმრების და ვთქვათ ოფიციალური პირების საქართველოს მთავრობიდან და ვთქვათ მოგვეხდინა მხოლოდ ოფიციალური შეხვედრების ჩატარება და ჩაწერა ვიდეო ჩაწერა ამ მოხსენებების რომ შემდეგ ეს თქვენ ყველაფერი გუშინ მოახერხეთ, როგორ გამოგივიდეთ და საბოლოოდ რა სახეს მიიღებს და სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, ამაზე უკვე გადაცემის მეორე ნაწილში სარეკლამო ჭრის შემდეგ მოვისმინოთ. ტერაბაიტი, შენი ყოველდღიური მეგზური, უხილავ ციფრულ სამყაროში. პირდაპირ ეთერშია გადაცემა ტერაბაიტი, ჩვენი დღევანდელი სასაუბრო თემა არის კომპიუტერული გრაფიკის ფესტივალი. ჩვენ ამ თემაზე უნდა გვესაუბრო ვრცლად. განგვეხილა 14 ივნის დაწყებული ღონისძიება, დაგეგმილი საპრეზენტაციო, ჩამონათვალი ნუსხა, თუმცა ცნობილმა მოვლენებმა ეს ყველაფერი ასე ვთქვათ შეაფერხა და ის რაც ერთი კვირა უნდა გაგრძელებულიყო, ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით ერთ დღეში ჩატარდა, ამ ერთ დღეში ასე ვთქვათ მოეწყო პრეზენტაციები იმ უცხოელი მოწვეული
მიღწეული სტუმრებისა, რომლებიც უკვე ჩამოსული იყვნენ ცნობილ სტიქიურ მოვლენებამდე თბილისში და აზრს კარგავდა ცალსახად ჩაშლა ამ ღონისძიებისა. ნიკოლას, როგორც გითხარი, გადაწყვიტეთ, რომ პრეზენტაციები ვიდეოზე ჩაგეწერათ და ამ სახით მოხდეს უკვე გავრცელება. რა თემები იყო, როგორ მოხდება ამ ვიდეოების გავრცელება, კონკრეტულ ჯგუფებს, ადამიანებს, ვინც დაინტერესებულნი იყვნენ ამაში, გაუგზავნით ცალსახად თუ კონკრეტულ ვებზე დაადებთ? გეტყვით. ანუ დავიწყებ იქიდან, რომ გარდა ამ მოხსენებებისა ჩვენ ასევე ჩავატარეთ ეს ოფიციალური შეხვედრები, რომლებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სფეროსთვის, ზოგადად ქვეყნისთვის და საერთოდ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ამ სფეროში კი. ანუ ჩვენი ორგანიზატორები, ანუ ამ ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ ჩვენი ასოციაცია CG Georgia, ანუ Autodesk კომპანია Autodesk-ის რეგიონალური აკადემიური პარტნიორი საქართველოს კომპანია EasySoft და ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. და ჩვენ ამ სამ ორგანიზაციამ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ აი მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრებისთვის მოგვეწვია და მოგვეყვანა ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი ამ სფეროსთვის. კერძოდ იქ იმყოფებოდა კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, იმყოფებოდნენ ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლები, 1000 წრეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენლები, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, მასწავლებლების განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის წარმომადგენლები და აი ეს ყველა იყო ზუსტად აი ამ თემის ირგვლივ შეკრებილი, მან ლაპარაკობდნენ კომპიუტერული გრაფიკის განვითარებაზე საქართველოში. რა შეიძლება და მისი შესაძლებლობების სახელმწიფო სტრუქტურებში გამოყენებაზე სხვა თუ არაფერი. და როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს, რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს ქვეყნისთვის და აი ამან გადაგვაწყვეტინა ერთ-ერთი ფაქტორი იყო ზუსტად ეს, რომ ამან გადაგვაწყვეტინა, რომ ჩვენ ეს შეხვედრები არ უნდა ჩაგვეშალა, იმიტომ რომ ამ შეხვედრებისთვის ჩვენ ვემზადებოდით რამდენიმე თვე და უბრალოდ არ გამოდიოდა და ეს უცხოელი სტუმრებიც ძირითადად ჩამოსულები იყვნენ ზუსტად ამ შეხვედრებისთვისაც. და კარგი არის რომ მოხდა ეს შეხვედრები ჩატარდა საბოლოო ჯამში, მოხდა იქ რაღაცა პროექტებზე ლაპარაკი, მოხდა ერთმანეთის სტრატეგიების გაზიარება, მოხდა კონტაქტის დამყარება მხარეებს შორის და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს კონტაქტი შემდეგ გაღრმავდება და გარდაიქმნება რეალურ პროექტებად. ეს ერთი. მეორე რაც შეეხება თვითონ გამოსვლებს, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის პირადად როგორც ორგანიზატორებისთვის და ჩემთვის პირადად როგორც ასოციაციის დამფუძნებლისთვის, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, რომ აი ეს ადამიანები, რომლებიც ჩამოსულები იყვნენ მსოფლიო სფეროს წარმომადგენლები, ანუ მსოფლიოში კომპიუტერული გრაფიკის სფეროს აქტიური წარმომადგენლები და დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები და ეს ადამიანები ჩამოსულები იყვნენ იმისთვის, რომ გაეზიარებინათ ჩვენი სპეციალისტებისთვის თავისი გამოცდილება. და ზუსტად აი ამიტომ ვიცი ამას დიდი ხანი ელოდებოდა. კი, და ანუ ძალიან ბევრი ადამიანი ამას ელოდებოდა და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ხალხი არ მოვიდოდა ვისე ფესტივალებოდა, ხო? და მინდა აქვე ვისარგებლო მომენტიდან, ძალიან დიდი მადლობა კი გადაუხადო იმათ, ვთქვათ, ვინც იქ ვიყავით, ორგანიზატორიან რამდენიმე ადამიანი, მათ შორის რაიონებიდან ჩამოსულები იყვნენ, ბავშვები, 12-13 წლის ბავშვები იყვნენ, ვისაც უბრალოდ წყურიათ ეს ცოდნა, ხვდებით? და ჩამოვიდნენ მანდ და დაესწრნენ ამ ღონისძიებას მაინც. და კიდევ უფრო დიდი მადლობა ალბათ ეკუთვნით იმ ადამიანებს, ვინც ვერ მიაგდო თავისი საქმეები, რომელიც ქვეყანას ამ მომენტში ჭირდება და ვთქვათ, არ გაუშვა ხელი და არ წამოვიდა. ანუ ძალიან დიდი მადლობა ამ ადამიანებსაც და ჩვენ ზუსტად ამისთვის რაღაცნაირად შევეცადეთ, რომ ეს არ დაკარგულიყო ეს ინფორმაცია და ეს ინფორმაცია შენახულიყო. ეხლა ამ ვიდეოებს ჩვენ გადავამონტაჟებთ, მოვამზადებთ ჩვენ ისე, რომ რაღაცნაირად მიიღოს ამან სახე აი ესეთი ვიდეო სემინარისა და აუცილებლად გავავრცელებთ ჩვენი ასოციაციის Facebook-ის მეშვეობით, საორგანიზაციო ჯგუფების მეშვეობით, საიტზე დავდეთ. ანუ წვდომა იქნება თავისუფალი. კი, ფესტივალის საიტზეც დაიდება ICG events.com-ზე დაიდება აუცილებლად ეს ვიდეოები, ანუ ჩვენ აუცილებლად შევეცდებით, რომ მაქსიმალურად მივიდეს ეს იმ ადამიანებამდე, ვისაც უნდოდა მოსვლა, სანამ ეს ტრაგედია დატრიალდებოდა. და შესაბამისად, ანუ აი ეს იყო ჩვენი მთავარი მოტივატორი და ამიტომაც იყო, რომ ჩვენც რეალურად რაღაცა დანაპირს არ გვიხსნი და ვერ ვლაპარაკობდით, მაგრამ მაინც გავატანინეთ ეს დღე, იმიტომ რომ ეს საჭირო იყო, ხვდებით? ანუ ჩვენ მაინც ვაცნობიერებთ, რომ ეს დღე აუცილებელი იყო და საჭირო იყო. აუცილებელი იყო ის ერთი კვირაც, მაგრამ ეს დღე მინიმუმ აუცილებელი იყო. მეც ამიტომ აღვნიშნე, რომ კარგად მოიქეცეთ ორგანიზატორები, რომ ცალსახად არ ჩაშალეთ და თუნდაც იმან, რომ ეს სტუმრები ჩამოსულები იყვნენ, გაიძულათ, რომ ეს ფორმატი მოგეფიქრებინათ, ალბათ ჩემი აზრით ოპტიმალური გამოსავალი იყო, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც ნიჩბებს დადებენ თუ რაღაცებს მოვისტუმრებთ და ყველა დაუბრუნდება ჩოულ რეჟიმს და ზოგადად ქალაქი
შოულ სტილში დაიწყებს ხორებას მე ისევ დადგება ის პრობლემები რომლებიც იდგა მანამდე და ამ დროს უკვე თქვენ თქვათ ამ ადამიანებს დაახვედრებთ ამ პრეზენტაციის სახით ამ კონკრეტულ მიმართულებაში ჩართულ ადამიანებს გარკვეულ მესიჯებს მისცემთ და ისინი იქიდან რაღაცას მინიმუმიც რო გამოიყენონ უკვე საქმეა და აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა თქვენთან ერთად ანუ რადიო თან ერთად მინდა გადაუხადო აბსოლუტურად ყველა იმ ხარდამჭერ კომპანიას რომლებმაც ამ ფორს მაჟორული ვითარების და კვირეულის გადადების მიუხედავად მაინც არ მიგვატოვეს და დარჩნენ ჩვენ გვერდით მათ შორის არის ვინც კი წერია იმ ხარდამჭერთა სიაში ჩვენ საიტზე ხო ანუ ყველა არც ერთ კომპანიას არ უთქვამს რომ იცი რა არის ფესტივალი რახანც არ ტარდება ჩვენ თქვენთან აღარ ვართ ხვდებით ანუ ეს ყველა საერთაშორისო მხარდაჭერა იყო ეს მახარებს და იმედი მაქვს რომ ეს მუხტი მარტო ნეგატიური პრობლემების დროს არ გააქტიურდება არამედ არა თბილისი ერთია და იმედია ერთი იქნება აწისულ ხო და იმედია ეს მუხტი ეს თქოთ ლაიტ მოტივად გვექნება მუდამ როგორი ტიპის თემები იყო თემები იყო უმთავრესად ანუ ჩვენ ახლა გუშინდელ დღის მანძილზე თემები იყო დაკავშირებული უმთავრესად განათლებასთან და ვიზუალური ეფექტების კინოწარმოებასთან და ანიმაციის წარმოებასთან. ანუ ადამიანებმა გაგვიზიარეს ჩვენ თავისი გამოცდილება, როგორც კომპიუტერული გრაფიკის კუთხით განათლების ამბავში, ასევე თვითონ წარმოების ამბავში. ანუ ეს ადამიანები იყვნენ მაგალითად უკრაინული ძალიან დიდი პროდაქშენის წარმომადგენლები, რომელსაც ნამუშევარი აქვს ჰოლივუდურ ფილმებზე, რომელსაც ნამუშევარი აქვს შიდა უკრაინულ ფილმებზე, საერთაშორისო ფილმებზე, მათი ლაპარაკეს როგორც თქვა წარმოებით ნაწილზე, როგორ ხდება ამის წარმოება, რა ხდება, როგორ მუშაობს ეს ხალხი, რა თანამდებობები არსებობს, როგორ იყოფა ეს საქმე, ხო? გარდა ამისა, ილაპარაკეს თავიანთ თქვა ვიზუალური ეფექტების სკოლაზე და თავიანთ გამოცდილებაზე, როგორ იწყებდნენ ამ პროცესს, როგორ დაიწყეს ამის სწავლება და რა არის თქვა, რა მუშაობს და რა ნაკლებად მუშაობს ამ კუთხით, რა მეთოდოლოგიით უნდა იყოს სწავლება. აი ესეთი მოხსენებები იყო. აღნიშნე რომ რაიონიდანაც იყვნენ თინეიჯერული ასაკის წარმომადგენლები და მე ზოგადად ჩარჩან როცა ჩატარდა ასეთი ტიპის ღონისძიებები ტარდებოდა ძალიან მახარებდა რომ ეს ამ ასაკის ბავშვები ეს აქტიურად ინტერესით ღებულობდნენ ამაში მონაწილეობას და შემოქმედებით ხარეში იყვნენ ჩართულნი. ძალიან დადებითი მოვლენაა. ახლაც ანუ მიუხედავად იმისა რომ ეს ერთ დღეში ჩატარდა ამბობთ რომ მაინც მოვიდნენ ეს ბავშვები და ჩამოვიდნენ 14-იც ჩამოვიდნენ რამდენიმე ადამიანი რაიონებიდან მშობლებმა მოიყვანეს რამდენიმე ბავშვი თუმცა მე გადადება რომ მოგვიწია თქვა წავიდნენ უკან მაგრამ კიდევ ერთხელ ჩამოვიდნენ მე როგორც წარმოიდგინეთ ჩვენ გუშინ წინ საღამოს გამოვაცხადეთ რომ ხალხო ხვალინდელი დღე ანუ მანამდე მაინც ბოლომდე ზუსტად არ იცოდა ხალხმა იქნებოდა თუ არა და საღამოს გამოვაცხადეთ ანუ გამოვაცხადეთ არც მოგვიწოდებია ასე ვთქვათ რომ მოდით ხალხო ანუ მორალურად ვერ შევძელით ეს და უბრალოდ თქვით რომ ხალხო ჩვენ ესე გადავწყვიტეთ ერთდღიან ღონისძიებას მაინც ჩავატარებთ და იქნება ლაპარაკი ამაზე და ვიდეოს ჩავიწერთ და მაინც მოვიდა რამდენიმე ადამიანი და ძალიან დიდი მადლობა მათ რომ მაინც ვთქვათ არ მიგვატოვეს არც ჩვენ იმიტომ რომ ანუ მომხსენებლისთვის ცოტა რთული არის ცარიელ დარბაზთან ლაპარაკი ხო და ჩვენ ერთადერთი მხოლოდ ამისთვის გვჭირდებოდა რომ რამდენიმე ადამიანი მაინც მჯდარიყო იმ დარბაზში რომ რაღაცნაირად მაგრამ შენგან ვიცი რომ ის ადამიანები ვინც ჩამოსულები იყვნენ იმისთვის თქვენ მიერ მოწვეულნი რომ პრეზენტაცია ჩაეტარებინათ ცარიელ დარბაზში ისევე სრულფასოვნად ჩაატარეს პრეზენტაცია კი მათ თავიდანვე თქვეს რომ არანაირი პრობლემა არ არის ჩვენ აბსოლუტურად აბსოლუტურად შევიდნენ ჩვენ მდგომარეობაში და აი მხარდამჭერებთან ერთად მადლობა მათაც ეკუთვნით იმიტომ რომ არც ერთი არ დაიძრა ადგილიდან ერთი სტიქიური უბედურების მერეც კი ჩამოვიდა მეორე დღეს იმიტომ რომ ჩვენ აქედან დაურეკეთ და უთხარით ესეთი ამბავია და არ ვიცი ჩატარდება თუ არა და მან თქვა რომ მე მაინც მოვდივარო ანუ შეეძლო ძალიან მარტივად ვთქვათ გადაეცვალა ბილეთი მაგრამ ნუ მე მაინც ჩამოვიდა ანუ ამ ადამიანებმა ძალიან კარგად გააცნობიერეს რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს ყველასთვის ჩვენთვის იქიდან გამომდინარე რომ ესეთ მომენტშიც კი ჩვენ გვიწევს რომ მაინც არ ვთქვათ უარი ამ ერთ დღეზე მაინც გასაგებია კარგი მადლობას მოგახსენებთ დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ და იმედი გვაქვს რომ მომავალი ფესტივალი უკვე დაგეგმილზე ბევრად უფრო ფართო მასშტაბიანი და ბევრი შედეგების მომტანი იქნება მადლობა და ერთი კვირით გამშვიდობებად გადაცემა ტერაბაიტი ნახვამდის პროგრესი ევოლუცია ახალი ტექნოლოგიები რომლის გარეშე უკვე წარმოუდგენელია ჩვენი ყოველდღიურობა რა სიახლეს გვთავაზობენ მსოფლიოში აღიარებული ციფრული ტექნიკის წარმოებელი ფირმები ყველაზე უახლესი ინფორმაცია და ცნობილი ბრენდების უცნობი ისტორიები შენი ყოველდღიური მეგზური უხილავ ციფრულ სამყაროში გადაცემა ტერაბაიტი ზაზა ჩიტანავასთან ერთად რადიო იმედზე